მისთვის ახარ ამ ქვეყანაზე. რა გინდა ამ ქვეყანაზე? აი გაჩდი ხო? დაბადების დღე იცი. ისიც იცი რომ წახვალ აქედან რაღაცა დროს. ეს მონაკვეთი გაქვს ცხოვრებისა. ისიც იცი რომ იქ რაღაცა ცხოვრება არ ვისაც წამს ღმერთი იცის რომ იქ რაღაცა არის. მას არ გეჩნდებათ კითხვა რომ თუ იქ რაღაცა არის და მე აქ ვარ, რა გამომაგზავნეს აქ? რატო დამბადეს? ხო? ეს რა დედას მოუნდა ჩემი გაჩენა და მამას და იმიტომ აი გაითამაშეს და მეც გაუჩნდი? თუ რაღაცა ვიღაცის ნება იყო რომ მე გავჩენილიყავი რაღაცა მიზნით. რატო გავჩდი? ეს კითხვა ჩემო ახალგაზრდებო თუ კი გიჩნდებათ აფერუნ თქვი, იმიტომ რომ მაშინ პასუხსაც დაუწყებთ ძებნას. როცა კითხვაა, პასუხს დაუწყებთ ძებნას. თანაც ნათქვამია, ვინცო დედამიწის უბედურებით არის გაოგნებულიო, ის ცისგან პასუხებს ვერ მიიღებსო. მას თუ ცის ამბები გაწუხებს, იმისი კითხვები უნდა დასვა. და რა ის თუ რა ვჭამო, რულაცაბთათქარი რა ვჭამო, რა გავაკეთო, ვისგან რა ვისარგებლო და როდის დავიძო, როდის ავდგე. ხო? მას რაღაცისთვის ვართ აქ მოსული. რაღაცისთვის. მეც რომ ბევრი ვიფიქრე ამას და თანაც წიგნები ვიკითხე, ვითხარ რომ ასე ვკითხულობდი მეთქი. აი მომივიდა, ჩემთვის მოვიდა ეს აზრი და თანაც აღმოჩნდა რომ თურმე მე მარტო კი არა ვარ. ეს აზრი დიდი ხანია ჩვენს წელთაღრიცხვამდე უკვე უთქვიათ და მე ჩემთვის ხელახლა აღმოაჩინე ეს. ხო? თან გამიხარდა რომ თურმე მეც საგერ მოაზროვნე ყოფილი ვარ და ის რაც ვთქვათ, იქ ვიღაცა მიპოვა ვინმე ბრძენმა, მეც მივაგენი შალიკომ, აი ჩემ ცხოვრებაში. რა არის ეს? მე ჩავთვალე რომ ამ ქვეყნად შემთხვევით არ ვარ მოსული, მომავლინეს.